Თქვენ კურიერს 9 საათზე ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა და მასთან ერთად კურიერში დაბრუნდა დიმიტრი ობოლაძე, თუმცა თუ არ წარმოადგინა შეიძლება ვერიცნოთ ისეთ ფერზეა საღამოშვიდობისა. ჩემბრალი არ არის საღამოშვიდობისა. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტმა ლოზანაში გამართულ სხდომაზე მოულოდნელი და საქართველოსთვის ძალზედ არასასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო. 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ჭიდაობა ამოიღეს. მიზეზი ერთი შეხედვით აბსურდულია, ჭიდაობა სახიფათო სპორტის სახეობა დაასახელეს. ჭიდაობის გარდა ასეთ სახეობათა რუსხაში თანამედროვე ხუჭიდი და ტაეკონდო შევიდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 15 კაციანმა საბჭომ მძიმე ვერდიქტი ჭიდაობას გამოუტანა, რაც ყველასათვის მოულოდნელ ნაბიჯად იქცა. ჭიდაობა ერთ-ერთი უძველესი სახეობაა და ის ოლიმპიზმის პროგრამაში ანტიკური ხანიდან იღებს სათავეებს. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არგენტინის ქალაქ ბუენოს-აირესში სექტემბერში დაგეგმილ სპეციალურ შეხვედრაზე იქნება მიღებული. თუ რაღაც გარკვეული წესებთან მიმართებაში ეს არის ცხადია, ბუნებრივია საერთაშორისო ფილას პრეროგატივა, მან რაღაც გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას, ამ უცხით ალბათაც ესეც მომენტი არის, მაგრამ მე მაინც დარწმუნებულება, რომ ეს გამომდინარეობს რაღაც ტელევიზიის პრობლემებიდან. ეს არის ძალიან დიდი მესიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილებები, რომელიც ცვლილებებიც უნდა იყოს ორიენტირებული ჭიდაობის პოპულარიზაციის და მისი სწორი განვითარებისთვის, ის ნიუანსები, რომელიც გამოსასწორებელია, ის ტექნიკური საკითხები, რომელიც ჭიდაობას გახდეს უფრო პოპულარულ და უფრო ხედვაც, ეს გამოსწორებული იქნება. შესაძლოა ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილების მიზეზი ოლიმპიადაზე დამარცხებული სპორტსმენების ხშირი პრეტენზიაც გახდა. ლონდონში ფინალში ქართველი სპორტსმენის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის არ შეფასებული გდებისთვის კი სულაც სამსაჯო ბრიგადა იქნა დისკვალიფიცირებული. მიზეზი ეგეთი მომენტებია და ეს ნიუანსებია ამ ჭიდაობის ოლიმპიურ თამაშებიდან ამოღების, რომ რაღაც დაინახეს იქ ალბათ ცოტა არასამართლიანი რაღაცები. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში, სადაც აცხადებენ, რომ მათ პოზიციებს ბევრი სხვა მოწინავე ქვეყნებით გაიზიარებენ. არის რუსეთის განცხადება, არის ირანის განცხადება, თურქეთის განცხადება არის. ჩვენ შევუერთდებით, რა თქმა უნდა, ამ განცხადებებს და მივმართავთ წერილობით. შემდგომ ეს წერილობით ერთი საკითხი იქნება, შემდგომ მე ხვდები და მექნება შეხვედრა ჟაგრობთან მექნება ამ საკითხებს დავაყენებთ. ის რომ ჭიდაობის წესებსა და თავად სპორტის ამ სახეობისადმი მიდგომა შესაძლებელია, აღიარებენ თავად სპორტსმენები. თუმცა საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერები იმედოვნებენ, რომ საერთო ენაც გამოინახება და ჭიდაობა ოლიმპიურ სახეობად დარჩება. ჩემი აზრით ეს დაუშვებელია და არ მოხდება ამის ამოღება. ალბათ რაღაცას შეასწორებენ, მოილაპარაკებენ რაღაცას და დადებითად გადაწყდება ეს ყველაფერი. ლონდონში ოლიმპიადაზე ჭიდაობას მაყურებელთა დასწრების მხრივად სავალალო მდგომარეობა ჰქონდა. უკვე ცნობილია, რომ გამოთავისუფლებული ადგილისთვის სოფტბოლი, ბეისბოლი, უშუ, სპორტული მეკლდეურობა, სპორტის გორგოლაჭებიანი სახეობების, სკვოში, კარატე და წყლის დაფებზე სრიალი იბრძოლებენ.